ოღონდ მრწამსი ესეთი სახით კი არ იყო. ებრაელებს ჰქონდათ ასეთი წესი, მოკლედ ასე იწყებდნენ ყოველ დღეს. გამოთქმას ამბობდნენ ესე ჟღერს ეს ებრაულად. შმა ისრაილ ადონაი ელაჰი თუ ადონაი აჰად. რაც ნიშნავს ისმინე ისრაელო უფალი ღმერთი შენი ერთია. ანუ ეს მრწამსია. ეს არის შენი ღმერთის, ესე იგი რაც მის შესახებ იცი, იმას რაც ვიცით, რაც გაგვეცხადა ჩვენ მის შესახებ, ჩვენი მრწამსიც ეს არის, ჩვენი სარწმუნოების სიმბოლო სწორედ ეს არის და ამას განვიხილავთ ჩვენ ახლა. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ახლა გადავიდეთ ისევ ჩვენს მრწამსზე და გავიხსენოთ რაღაცები, რაც წინა შეხვედრებზე ვთქვით. თქვით რა, რომ მრწამსი იწყება ერთი ღმერთის შესახებ სწავლებით, ამის შემდგომ ერთი ღმერთის შემდგომ სახელდება მამა, ყოვლისა მყრობელი, ვილაპარაკეთ ღმერთის სახელების შესახებ, რომელიც არის ბიბლიაში გაცხადებული და ეს სახელები ნიშნავს იმას, რომ არა ბევრი ღმერთია, არამედ ერთი ღმერთია, რომელიც სხვადასხვა სახელით ვლინდება, იმიტომ რომ შენ შემეცნებაში რაღაცა უფრო მეტი შემოვიდეს, უფრო მეტი გაიგო მის შესახებ. რომ თქვათ იქ მარტო მოწყალე არ არის, სამართლიანია, რომ თქვათ იქ მარტო სიყვარული არ არის, ამავდროულად შურისმაძიებელი ღმერთი ვარო, როდესაც ამბობს. იქ თქვათ კიდე რაღაცა 10 ძირითადი სახელით ცხადდება ხოლმე, მაგრამ სხვა უამრავი სახელი შეიძლება იყოს გამჟღავნებული. რატომ არ შეიძლება რომ არსებობდეს ბევრი ღმერთი? აი ჩვენი მრწამსი რომ კაცრად განსაზღვრავს რომ ღმერთი ერთია, რატომ ვუშვებთ ჩვენ რომ მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ღმერთი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად. თუ კი არსებობს ორი ღმერთი, მაშინ გამოდის რომ ერთი რაღაცით მეორეს ჯობია. იმიტომ რომ ორი თუ აბსოლუტურად ერთნაირია, მაშინ ორი კი არა ერთი ყოფილა. და თუ ორია რაღაცით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ეს განსხვავება რაში შეიძლება იყოს, რომ რომელიღაცას რაღაცის ნაკლულევანება აქვს, რომელსაც მეორე ავსებს, მართალია, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ რომელსაც ნაკლულევანება აქვს, ის არ შეიძლება ღმერთად ჩაითვალოს, ღმერთის სრულყოფილებაა. შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს ბევრი ღმერთი, აი წარმართულ რელიგიას განსაკუთრებით აი ძველ ბერძნულ მითოლოგიას ახასიათებს ბევრი ღმერთის შესახებ სწავლება, რომ აი ჩამოთვლის ისიც ღმერთია, ესეც ღმერთია, თქვათ, მე იმამდე ჩამოვიდნენ რაღაცა ბუნების ნიშნებამდე, რომ შეიძლება ზედა მთვარე და ასე შემდგომ ესენი ღმერთები ყოფილიყვნენ. სწორედ ამ სწავლებას ეწინააღმდეგება, ადამიანურ ლოგიკასაც ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ თუ კი სრულყოფილება ერთია, მაშინ მეორე სრულყოფილება რა განსხვავებაა მათ შორის ერთ სრულყოფილებასა და ჭეშმარიტების შესახებ, როდესაც ვამბობთ, რომ ერთია ჭეშმარიტება, არ შეიძლება ორი ჭეშმარიტება არსებობდეს. თუ მაგალითად ჭეშმარიტებაა, რომ ამ ბოთლში წყალი ასხია, რა შეიძლება ამას დაუპირისპირდეს მითხარით? იგივე ჭეშმარიტება, მე ვამბობ, რომ გვერდი დამთქვა, ამ ბოთლში წყალი ასხია. რა განსხვავებაა ჩემსა და იმას შორის? არავითარი. ამიტომ ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. და ვინც ამ ჭეშმარიტებას უპირისპირდება, არის შეცდომაში. და თუ ეს პირველი მთქმელი არის შეცდომაში და მეორე უფრო სწორს ამბობს, მაშინ ის არის ჭეშმარიტება. ყველა შემთხვევაში ერთი, არ შეიძლება იყოს მეტი. ამის შემდგომ გადავედით სწავლებაზე, რომელიც ეხება უკვე ძეღმერთს, ძეღვთისას შესახებ ვისაუბრეთ, მისი განკაცების შესახებ ვისაუბრეთ. თქვით რაღაც ბუნებით რაღაცა თვისებებს შევეხეთ, ყველაფერს შეიძლება ვერა, იმიტომ რომ ეს ცოტა ვრცელი პროცესია და მინდა გითხრათ, რომ მთელი პროგრამა ამის სწავლებისა, თუმცა კი მაინც ასურველია ერთხელ მაინც ჩვენ რაღაცა გადავხედოთ თავებს, რომელიც დაწერა იოანე დამასკელმა ამასთან მიმართებაში, კიდე უფრო მეტად ნათლად რომ წარმოვადგინოთ და მოდით მრწამს რომ ჩავევლით სრულად, თუ გნებავთ შემდეგი შეხვედრა, თუ კი ინებებს ღმერთი რომ კვლავ შევხვდეთ, იოანე დამასკელის ეს წიგნის განვიხილოთ, თქვათ, მამის ძისა და სულიწმიდის ურთიერთობების შესახებ, როგორ ფორმულირებას ახდენს ამას იოანე ოქროპირი და როგორ წარმოგვიდგენს ამას, რომ ადამიანის გონებისთვის უფრო მეტად მიახლოებული იყოს. ვილაპარაკეთ, რომ ის არ არის ქმნილი, ის არ არის დროში შექმნილი, ყოველთვის იყო მამასთან ერთად მარადის არსებობდა და რომ ისინი თანასწორი, ესე იგი თანასწორნი არიან, ერთი ღმერთია, მამა, ძე და სულიწმინდა და არავითარ შემთხვევაში სამი ცალ-ცალკე ღმერთი.
თუმცა კი არის საკითხები, რომლებზედაც ჩვენ არ გვაქვს განმარტება, მაგალითად შობისა და გამომავლობის ზუსტი ახსნა განმარტება შეუძლებელია, მხოლოდ ანალოგიებით შეიძლება ვისაუბროთ და ამ ანალოგიების შესახებაც ვთქვით, როდესაც გონება და თქვათ გონებაში მოსული აზრი ერთმანეთს დავაკავშირეთ, თუმცა კი პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა შეხედოთ, რომ ღმერთი ასეა და ასე მოქმედებს. ქალწულისაგან განკაცებაზე ვისაუბრეთ, ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა და განკაცნა, როდესაც ვთქვით, მარიამის შესახებ უნდა ვთქვათ, რომ ის არის უპატიოსნესი ქერუბიმებზე და უზეშთაესი სერაბიმებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყოველ ანგელოზებრივ მდგომარეობას აღემატა ერთი უბრალო ქალბატონი და როგორ შეიძლება დაისვას ეს კითხვა, რომ რანაირად შეიძლებოდა ხდებოდეს ეს ამბავი. მარტივად წემენ ამას მამები პასუხს, რომელ ანგელოს შეუძლია დაელაპარაკოს ღმერთს როგორც საკუთარ ძეს? არც ერთს. ეს მხოლოდ შეუძლია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, იმიტომ რომ ის მისთვის ძე იყო და მისგან შეიზილა ხორციელად, შეიზილა მისგან. ერთი არის რომ უმამოდ შობილია განკაცებისას და უდედოდ შობილია როგორც მამისაგან, ესე იგი, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ამიტომაც ბუნებრივია მარიამის ეს აღმატებულობა ყველანაირ ანგელოზზე ნიშნავს იმას, რომ ის აღმატებულია სწორედ ამ ნიშნით, რომ მას შეუძლია მას მიმართოს, რომ ძეო ჩემო და თხოვნაც დააყენოს მის წინაშე, როგორც საკუთარ შვილს თხოვს დედა. და ამ დედობრივ სიყვარულს, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ანგელოზი ვერ შეეჯიბრება. მეოთხე მუხლი და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეზე დაივნო და დაეფლა, როდესაც ვთქვით, რომ მაშინ უბრალოდ ორიოდე სიტყვით ვთქვით, რომ პონტოელი პილატე როგორ წარმოიდგენდა, რომ ესე იგი მის სახელს ასე ახსენებდნენ, მაგრამ წმინდა ისტორიული კუთხით არის ეს ჩაწერილი, რა მოხდა და როდის მოხდა, ამის რომ ამაზე ხაზგასმა იყოს და ივნო და დაეფლა, ესეც მინდა გითხრათ, რომ ისტორიულიც არის და ბუნებრივია საღვთისმეტყველო ახსნებიც გააჩნია ამას, ორიოდე სიტყვით ვთქვით, რომ ეს ნება რა იყო, რომ იოანე ოქროპირი წერს ერთ ადგილას, რომ ლურსმნები, რომლებიც ხელებში ჩააჭედეს, ჩვენს ხელებში უნდა ჩაჭედებულიყო, იმიტომ რომ უკანონო საქმეებს ვაკეთებთ ამ ხელებით, რომლებიც ფეხებში ჩააჭედეს, ჩვენს ფეხებში უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ დავდივართ იქ, სადაც არ უნდა დავდიოდეთ. ის გვირგვინი, რომელიც მას დაადგეს თავზე, ჩვენ უნდა დაგვდგომოდა, იმიტომ რომ უკეთური აზრები მოგვდის თავში. და ასე შემდგომ ეს თელი შეგონება აქვს იოანე ოქროპირს, მაგრამ არა, უცოდველი კაცი გაეკრა ჯვარს და ეს იყო მისი უნება, ეს იყო მისი უცოდველობის, ესე იგი, მნიშვნელობა ის არის, რომ უცოდველი კრავი უნდა შეწირულიყო, ისევე როგორც მთელი აღთქმის მსახურება, მე არ მახსოვს თქვენთვის მაქვს თუ არა ნათქვამით, ნახეთ რა არის ადამიანი რომ შესწოდავს, ცოდვის გამოსასყიდად უნდა დაკლას კრავი. ხო და მარტივი კითხვა ისმის, კაცო, მე თუ შევწოდე კრავმა რა დააშავა? უნდა დაკლან, სისხლი უნდა მოაპკურონ საკურთხეველს და უნდა დაწვან. რამდენი შევწოდავ, იმდენი კრავი. წარმოგიდგენიათ? ხო და სულ რომ არაფერი, ესე იგი ადამიანური ის განცდა ხომ უნდა გაგიჩნდეს, რომ მოდი აღარ შევწოდავ, ეხლა გავწყვიტე ნახევარი ფარა, უდანაშაულო ცხვრები იმისთვის, რომ მე ვწოდავ. ხო უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრების წესი, თუნდაც იმიტომ, რომ ცოტა ადამიანური გრძნობა გამიჩნდეს. მთელი ძველი აღთქმის მსახურება იყო ნიშანი ამისა რა, რომ შესწოდავ, კრავი უნდა დაკლა, შესწოდავ, კრავი უნდა დაკლა. შესწოდავ, კრავი დაკლულია და ეს არის იესო ქრისტე, უდანაშაულო კრავი დაიკლა თითოეული ჩვენგანის წოდვისათვის. თითოეული ჩვენგანის შეწოდებისათვის, რომ ამ თავისი უდანაშაულობით გაგვამართლოს ჩვენ, გააჯანსაღოს ჩვენი ადამიანური ბუნება და გამოგვეხსნას ჯოჯოხეთისაგან. დაივნო და დაეფლა ნიშნავს მის საფლავში დადებას და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. სხვათა შორის ამ სამ დღესთან დაკავშირებითაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ყოველთვის შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ბევრს უკითხავთ, რომ გაუგებარია მათთვის როგორ არის ეს მესამე დღე. თქვენ იცით ამის შესახებ როგორ არის მესამე დღე? აი ირინემ დროზე შეიძლება ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავახსენოთ. კი, მაგრამ როდესაც ვამბობთ სამ დღეში სამი ღამეც იგულისხმება, ხო მართალია, რო ვიტყვი სამ დღე და სამი ღამე უნდა იყოს. პარასკევს მოხდა ჯვარცმა.
პარასკევი რო ჩავთვალოთ, ერთი არის პარასკევი დღე, მეორეა შაბათი დღე და მესამე თენდება კვირა და ნახეს რომ აღდგომილია, ანუ ფაქტიურად რიჟრაჟზე უკვე აღდგომილია. დღეს სად არის? მესამე დღე მეკარგება. ასევე მეკარგება ღამეც. დაღამდა პარასკევი, ანუ შაბათი გათენდა. დაღამდა შაბათი და გათენდა კვირა, მესამე ღამე სად არის? ამიტომ წმინდა მამებს ყოველთვის აქვთ შემთხვევითი არაფერი არ არის. იქ მესამე დღე მსგავსად წერილისა ნაწინასწარმეტყველებია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეთ რა ჩათვალეს მათ ეს უნდა ვიცოდეთ. როდესაც პარასკევს მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, მისი გარდაცვალების ჟამს მზემ დაფარა სინათლე. დაბნელდა, ისე დაბნელდა 3 საათის განმავლობაში, რომ საერთოდ არანაირი შუქი არ ჩანდა, არანაირი სინათლე არ ჩანდა. ხო არის რომ მზის დაბნელება ხდება, მაგრამ მაინც დღის შუქს ვინ არჩუნებთ. ან თუნდაც ღამითაც, როდესაც ბნელა, ან ვარსკვლავი, ან მთვარი, ან რაღაცა ისე ანათებს, რომ რაღაცა ოდნავ შუქს მაინც ხედავ. აბსოლუტური სიბნელე ჩამოწვა დედამიწაზე, რაც ერთ-ერთი დიდი სასწაული იყო და ეს ჩაითვალა ერთ ღამეთ. იმიტომ რომ არაბუნებრივად დაღამდა, მაგრამ დაღამდა. ამიტომ ჩაითვალა ეს ერთ ღამეთ და გათენდა. ეს კიდევ ერთი დღეა. ამიტომაც 3 დღე და 3 ღამე ამის მიხედვით ითვლება. და არა იმ თქვათ ჩვენი საათობრივი ათვლის მიხედვით, რომ ჩვენი საათობრივი თუ ავთვლით, მაშინ გამოვა რომ 3 დღე და 3 ღამე არ ყოფილა. მაგრამ ამის მიხედვით 3 დღე და 3 ღამე, იმიტომ რომ შუა დღეზე დაღამდა, მერე ისევ გათენდა და დღე ისე დასრულდა, როგორც ბუნებრივად უნდა დასრულებულიყო, შაბათის ღამე დაიწყო და მერე უკვე კვირის ღამე და დილა დაიწყო. მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. ეხლა უნდა ვისაუბროთ ამაღლების შესახებ. ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. უმნიშვნელო აქ არაფერი ამინდა გითხრათ, მაგრამ მაინც ჩვენ ამაღლების მრევლი ვართ თან და უნდა ვიცოდეთ ესე იგი ამის მნიშვნელობა, რომ რა არის ამაღლება. ამაღლება მოხდა ასე, რომ ელეონის მთაზე წაიყვანა მან თავისი მოციქულები და ყველამ დაინახა, რომ ხილულად ის მაღლდება ცაში. ოღონდ ვის ხედავენ, ღმერთს თუ ადამიანს? ღმერთი და ადამიანი ქრისტეში არ შეიძლება ჩვენ დავაშოროთ ერთმანეთს, ესენი ერთად არიან ყოველთვის. შეერთების წამის შემდგომ მათი დაშორება არ შეიძლება. აუცილებლად ერთად არიან. მაგალითად, ჯვარზე რომ კვდება, ღმერთი ხო არ შეიძლება კვდებოდეს, მაგრამ ღმერთი როგორც ყველგან მყოფი, რა თქმა უნდა, მასთან ერთად არის. თუმცა კი ვნებას ღმერთი არ განიცდის, მისი ადამიანური სხეული განიცდის, მაგრამ საფლავში რომ დაიდება, იმ საფლავში რა ღმერთი არ არის? ღმერთი ადგილი არსებობს, სადაც ღმერთი არ არის. ჯოჯოხეთში რომ ჩადის, რა თქმა უნდა, ღმერთი იქაც არის. ამიტომაც ღმერთი ყველგან არის და ქრისტე, როგორც თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აღარ სუნთქავს და სხეულით მოკვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთს არასდროს არ დაუტოვებია ეს, იმიტომ რომ შეერთების წამიდან ის ღმერთკაცია. ამ ღმერთკაცობრივი ურთიერთობით ჩვენ ვხედავთ ამაღლებასაც. იმიტომ რომ ღმერთის ამაღლებას ჩვენ ვერ დავინახავდით. ღმერთის ამაღლება რო დაგვენახა, მაშინ გამოდის რომ ღმერთი მოძრაობს. და ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ შეუძლებელია ღმერთი მოძრაობდეს. ანუ მოძრაობს ის, ვინც არ არის სადღაც. მაგალითად, თუ ვიმყოფები ახლა მე ამ საკვირაო სკოლის ოთახში, ესე იგი არ ვიმყოფები ტაძარში. აქედან იქამდე უნდა მივიდე და თქვენ ეს შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ავდგე აქედან და წავიდე. მაგრამ თუ ყველგან ვიმყოფები, როგორ შეიძლება აქედან იქ მივდიოდე? ამიტომაც ღმერთის მოძრაობა შესაძლებელია ადამიანის მოძრაობის დანახვა და ეს ამაღლებაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა, რომ დაენახათ მოციქულებს, რომ ადამიანური ბუნება მაღლდება. მარჯვენით ღვთისა, როდესაც წერია, ღმერთს როგორ შეიძლება მარჯვენ ან მარცხენა კონდეს. ეს არის სახე სიმბოლო მოცემულობა იმისა, რომ მარჯვენით ვინ შეიძლება ეჯდეს, მაგალითად, პროტოკოლი თანამედროვე სამყაროში ხო გაგიგიათ რაც არის. ვინც დაჯდება, თქვათ, მეფის კარზე არის ესეთი პროტოკოლი. მეფე რომ ზის მარჯვნივ ვინ შეიძლება იჯდეს მის მარჯვნივ. აუცილებლად პირველი ვინც არის მის სამეფოში, ან შეიძლება საპატიო სტუმარი არ იყოს, მისი სამეფოს წევრი არ იყოს, თქვათ, სხვა მეფე ჩამოუვიდეს სტუმრად. თქვათ, იმის მეფეს, ბრიტანეთის მეფეს, ესპანეთის მეფე ეწვიოს, მარჯვენით მისა დაჯდება. ეს ნიშნავს აი ამ პატივს, რომ უპირატესობას ანიჭებს, ოღონდ ვინ ვის.
მამა ღმერთი ძე ღმერთს? არა, ადამიანს რომელიც ამაღლდა. ანუ ჩვენ რას ვხედავთ? ამაში ვხედავთ ადამიანური ბუნების ამ ამაღლებას. ამ წყევის განქარვებას, რომელიც წყევითაც მას ღმერთთან ურთიერთობა შეწყვეტილი ქონდა, ვხედავთ, რომ ეს წყევლა სრულიად გაქარვებულია აღდგომის შედეგად და ამაღლების შედეგი გახლავთ გვირგვინი იმისა, რომ ადამიანის და ღმერთის ურთიერთობა აღდგა და ამას ხედავენ პირდაპირ მოციქულები. იმიტომ რომ მსხვერპლი შეიწირა თუ არა ძველ აღთქმაში ამას ხშირად ამით ამოწმებდნენ ცეცხლი გარდამოვიდოდა თუ არა. მაგალითად ელია წინასწარმეტყველმა ილოცა და გარდამოვიდა ცეცხლი და იქეთ ქურუმები ლოცულობდნენ, აქეთ ელია წინასწარმეტყველი. სადაც გარდამოვიდა ცეცხლი მიხვდნენ ღმერთმა, რომელიც მსხვერპლით შეიწირა. ასევე აარონი რომ მღვდლად აკურთხა მოსემ, იქ ცეცხლი გარდამოვიდა და დაწვა მსხვერპლი, რითაც მიხვდნენ რომ მსხვერპლი შეწირულია და აარონია ნამდვილად ჭეშმარიტი მღვდელმსახური. როგორ მიხვდნენ მოციქულები, რომ იესო ქრისტე მსხვერპლი, რომელიც შესწირა თავისი თავი, რომ შეწირულია? რა თქმა უნდა, აღდგომით, იმიტომ რომ ნახეს აღდგომილი, რომ ღმერთმა აღადგინა თავისი ძე და მან თავისი თავი აღადგინა, იმიტომ რომ მამისა და ძის მოქმედება ერთია. სხვადასხვა მოქმედებას ისინი არ ჩადიან. ამიტომაც ამაღლების აი ეს სცენა უმნიშვნელოვანესი საკითხია, მაგრამ იქვე არის კიდევ ერთი ამბავი, რომ ამაღლების შემდგომ ახალი ერა იწყება ეკლესიაში. ანგელოზი მოდის და ეუბნება, რას უყურებთო? ამაღლებულსო. აი ესე როგორც ხედავთ ამაღლებულს, ესევე მოვაო. იწყება მოლოდინის ერა. იმიტომ რომ ქრისტე მოვიდა, პირველი მოლოდინი, რაც იყო ძველ აღთქმისეული, რომ მოვა და ამ წყევას განაქარვებს, მოხდა ამ წყევის განქარვება მისი აღდგომით, ხარობენ ამითი მოციქულები, მაგრამ ეხლა ხდება მისი ამაღლება, ზეცა დასვლა, მაგრამ იქვე ეუბნება ანგელოზი, რომ აი როგორც ხედავთ ამაღლებულს, ესევე დაინახავთ მოსულს. ანუ ის კვლავ მოვა და იწყება მოლოდინის რეჟიმი. ჩვენი რელიგია ამ ხრივ შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინის რელიგია, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ელოდებოდნენ ამ წყემის განქარვებისთვის მომავალ ქრისტეს და ახლა ველოდებით საუკუნო სამსჯავროსთვის მოსასვლელ ქრისტეს, რომელიც უნდა მოვიდეს და უნდა მოხდეს განსჯა ცხოველთა და მკვდართა. ცხოველს, როდესაც ვამბობ, ცოცხალს გულისხმობ, უნდა იცოდეთ. მარჯვენით მამისა. დააკვალად მომავალ არს. ეს სიტყვები აქ არის გაცხადებული, რაზეც ვილაპარაკეთ. დააკვალად მომავალ არს, დიდებით განსჯათ ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არ არის დასასრული. ანუ ის იქნება უკვე საუკუნო სასუფეველი, უდროობაში შეიძლება ესე ითქვას გადავალთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ სხვანაირად წინა შეხვედრაზეც გითხარით, რომ ადამიანს არ აქვს სათანადო რესურსი, რომ ყველაფერი ეს სიტყვით გამოთქვას, მაგალითად დრო რო არ არსებობს, თქვა ღმერთთან ამ მდგომარეობის ახსნა ჩვენ სიტყვებით არ შეგვიძლია, მიახლოებით შეიძლება რაღაცას მიუხვდეთ, მაგრამ სრულად ამას ვერაფრით ვერ შეიცნობთ, იმიტომ რომ უდრო მდგომარეობა ჩვენთვის აბსოლუტურად უცხორამ არის და არ გვინახავს და ვერ გავიგებთ, მაგრამ როდესაც წერია რომ რომლისას უფევისა არ არის დასასრულ, პირდაპირ ამაზე გველაპარაკება, რომ ეს გახლავთ დაუსრულებელი დრო, ანუ მარადისი აწმყო, რომელიც აღარ მოძრაობს, აღარ მიედინება, ისევე როგორც ამ მაშინ დინარებაში, ახლა ჩვენ ვართ თითოეული ჩვენგანი ამ დროის დინარებაში. მომავალ დიდებით განსხვავებულთა მკვდართა, რომლისას უფევისა არ არის დასასრული. ამის შემდგომ იწყება, აი ნახე 7 მუხლით სრულდება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება რწამსის შესახებ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება ამატებს აი ამ სიტყვებს, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების წინ უკვე დავაჩნდებოდა სულიწმინდის შესახებ. და სულიწმინდა უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისათანა და ძისათანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ჩვენ უნდა შევჩერდეთ ამ მოხდე და ვთქვათ, სულიწმინდა უფალი და ცხოველსმყოფელი. ცხოველსმყოფელი რა არის? სიცოცხლის მიმნიჭებელი, რომელი მამისაგან გამოვალს. ერთადერთი განსხვავება ხშირად, როდესაც გვეკითხებიან რა არის ჩვენსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის, ძირითადი განსხვავება სხვა ბევრ განსხვავებებთან ერთად გახლავთ ის, დანარჩენს ყველაფერს შეიძლება მოევლოს, რაღაცნაირად დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაცეებზე შევთანხმდეთ და მოვილაპარაკოთ, მაგრამ
როგორ შეიძლება მოელაპარაკო ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ძისგანაც გამოვალ სულიწმინდა. ამას აქვს თავისი ისტორიული მიზეზი, რატომ მოხდა ეს ამბავი. აი ძალიან წმინდა წერილში შემთხვევითი არაფერია. აი ერთი იოტაც რომ აკლდესო, ან მიამატოს ვინმე მან გამოაკლოსო, შემწოდია ღვთის წინაშე, როდესაც ამბობს, იოტა არის აი აქ ნიშნებს ხო ხედავთ იმისას ებრაულ ენაში. აი ერთი წერტილი არის ეს იოტა. ანუ ამისი მიმატება და გამოკლებაც არ შეიძლება. ამიტომაც წერილის დამახინჯება, ან წმინდა მამათა რაღაცა მოცემულობის დამახინჯება, ან თუნდაც მცნების რაღაცა უფრო გავრცობა, რაც არის მოცემულობა, იმაზე მეტი არ უნდა გააკეთო. რას გულისხმობ ახლა გეტყვით. ეშმაკმა როგორ აცტუნა ევა, გახსოვთ შეთავაზება რა იყო? მართალია, არა, საუბარს როგორ იწყებს, ანკესი როგორ ჩააგდო. მართალია რომ ყველა ხის ნაყოფის ჭამა აგეგრძალათ? ხო იცის რომ ასე არ არის. ერთი ხის ნაყოფსია ლაპარაკი, ერთ ხეზია ლაპარაკი, მაგრამ ეშმაკი ცდილობს რომ საუბარში გამოდე. როგორც კი საუბარში გამოიწვევს, უკვე მისია. და ნახეთ როგორ ევა რა დანაშაულს ჩადის. პირველი ის რომ საერთოდ კონტაქტში შედის მასთან და მეორე დანაშაული ის არის რომ ასეთ რამეს ეუბნება. რომ არაო, ყველასე არა, მხოლოდ ერთი ხისო, ღმერთმა გვითხრაო, არც ჭამოთ და არც მიეკაროთო. და არ მიეკაროთო, ღმერთს არ უთქვამს. ეს თვითონ დაამატა. და არსებობს ასეთი გარდამოცემა, რომ ეშმაკმაო ხელი კრაო და ამ ხეს შემოეხვია ევაო და აჰა რამე მოგივიდაო, კითხა. ხო მიეკარეო, ხო არაფერი არ მოგივიდაო, იმიტომ რომ ეს მცნება, რომელიც ევამ თვითონ მოიგონა, აღმოჩნდა რომ თურმე ასე არ არის, რომ მართლა არაფერს არ მიშვება. ამიტომ მოცემულობა რაცა გაქვს ღვთისგან, იმაზე რაღაცის მიმატება არ შეიძლება. აი ეს მოცემულობა ხო გქონდა, მაგრამ გაჩნდა ესეთი მწვალებლობა, რომ სულიწმინდა არის თუ არ არის ღმერთი. არის თუ არა ძის თანასწორი. ძე არის თუ არა მამის თანასწორი. და ამის დასამტკიცებლად, რომ სულიწმინდა მარტო მამისგან კი არ გამოდის, ძისგანაც გამოდისო, პირველი ქადაგება დაიწყეს, ეს განხეთქილების დროს, როდესაც ორი ეკლესია გაიყო, მაშინ კი არა, სადღაც მე-5 საუკუნეში ესპანეთში. პირდაპირ ამის ქადაგება დაიწყეს, რომ მამისგანაც გამოდის და ძისგანაც გამოდის. იმის დასამტკიცე, ანუ მიზანი კარგი იყო. ძალიან კარგი მიზანი იყო, რომ ოღონდ შენ დაგარწმუნო, რომ მამა და ძე ერთი ღმერთია, ამისთვის გეუბნები, რომ ძისგანაც გამოდის, მაგრამ არ შეიძლება ასე მოქმედება. ხატმებრძოლეობა რატო დაიწყო, იცით? მუსულმანური სამყარო ძალიან გააქტიურდა მსოფლიოში. მოვიდნენ მართლმადიდებელ პატრიარქთან და ეუბნებიან ასეთ რამეს, რომ მუსულმანებთან უნდა მისიონერები გავზარდოთო, რომ ვიქადაგოთო, თორე ძალიან მრავლდებიან. ოღონდ მათთან წასვლა არ შეიძლება ჯვრით და ხატითო. იმიტომ რომ თუ მიხვალ ჯვრით და ხატით, მუსულმანი არ მოგისმენს. არ აქვს მას ამისი უფლება. აი ესე რომ მოიხვიდე დაელაპარაკო მოგისმენს, მაგრამ ჯვარი და ხატი თუ გაქვს, ეშმაკეული ხარ მისთვის. ამიტომაც ჯვარი და ხატი არ არის საჭირო და დაუშვეს პრეცედენტი, რომ არ გვჭირდება ჯვარი და ხატი ამ მისიონერობისთვის. და მივიდნენ იქამდე, რომ საერთოდ ხატების გადაყრა დაიწყეს და დაწვა დაიწყეს და შეურაცხყოფა დაიწყეს, რომ ხატი არ არის სიწმინდე. ამიტომაც აი პრეცედენტი, რომელიც შეიძლება დაუშვას ადამიანმა თავისი გონებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ საქმეს შეიძლება ემსახურებოდეს. გადასარევ საქმეს ემსახურება, რომ მე უნდა დავამტკიცო მამისა და ძის ერთობა. გადასარევი საქმეა იმის დამტკიცება, რომ თქვათ მუსულმანის მისიონერო თქვათ მუსულმანურ სამყაროში, მაგრამ რის ფასად აკეთებ ამას? რაც ცვლილება შეგაქვს არწმუნოებაში. ამას ხო უნდა დავაგებ, იმიტომ რომ რაღაცა კომპრომისზე უნდა წავიდეს, შეიძლება ქრისტიანი და შეიძლება ეკლესიაც კი წავიდეს კომპრომისზე. ლუარსაბ მეფის ცხოვრებაში გახსოვთ? შაჰ-აბასი ეუბნება, რომ წამოდი ჩემთან ერთად სანადიროთ. მიყვება. მოვლენ დასდებიან სუფრასთან. ეხა თევზი შეჭამე. არა, თევზს არ შეჭამ. ანუ რაღაცა კომპრომისზე მიდი, სანადიროთ კი წაყვა, მაგრამ თევზს აღარ შეჭამს. ანუ თევზსაც თუ შეჭამს, მერე კიდე რაღაცა ახალი კომპრომისი გამოჩნდება და ახალი. ანუ რაღაცა ესეთი გონივრული ის ჭირდება ადამიანს, გონიერება ჭირდება. სიბრძნე ჭირდება, რომ სად შეიძლება გამოიჩინო ეს კომპრომისი. სად შეიძლება რაღაცა დაუშვა და სად შეიძლება რომ აი უნდა თქვა რომ მორჩა, ამის იქეთ არა, აღარ შეიძლება. ამიტომაც როდესაც აქ წერია რომ
მამისაგან გამოვალს, ჩვენ ამაზე საფუძველი გვაქვს, საიდანაც ვამბობთ ამას, რომ საიდან ვამბობთ. იმიტომ რომ მამა არის მიზეზი. მამა არის მიზეზი, იმიტომ რომ მამაზე ვამბობთ მხოლოდ რომ უმიზეზოა და ძე არის შობილი და სულიწმინდა გამომავალი. და მიზეზი ერთია. ამ შემთხვევაში მამა, რომელიც თვითონ არის უმიზეზო. ადამიანური სიტყვებით სხვანაირად ეს არ გამოითქმება, ძნელი აღსაქმელია, მაგრამ თქვენ რომ გაიაზროთ ახლა რა, რომ მიზეზი არის მხოლოდ მამა. ჩვენ აქ ვამბობთ იერარქიულ სხვაობას და არა ღვთაებრივ რაღაცა განსხვავებებს მათში. ეს კი არ არის მათი თვისობრივი, უბრალოდ როგორი განსხვავება არ არის, იცი რომ სხვადასხვა ღმერთები კი არ არიან, რომლებიც რაღაცებით სხვაობენ ერთმანეთში. არა, უბრალოდ ვამბობთ რომ არსებობს იერარქია. რატო არ ვამბობ სულიწმინდა ძე და მამა? ვამბობ მამა, ძე და სულიწმინდა. იმიტომ რომ იერარქიული დასახელება ხდება მათი, მაგრამ ერთი ღმერთისა, რომელიც სამ პიროვნად გვიცხადდება ჩვენ კაცებს. იერარქიაში ვამბობთ რომ უმიზეზო არის მამა, იმიტომ რომ მისი მიზეზით არის ძე და მისი მიზეზით არის სულიწმინდა. როგორც კი მამა იქვე ძე და სულიწმინდა, ეს დროში მერე კი არ მამა მერე ძე და მერე სულიწმინდა, ესე არა. უდროოდ უმიზეზოთ მამა და უდროოდ ძეა ოღონდ მიზეზით, იმიტომ რომ მისგან შობილია და უდროოდ სულიწმინდა ოღონდ მიზეზით, იმიტომ რომ მისგან გამომავალია. ძალიან რთულად ხო არ ვლაპარაკობ? ხო? მართალი ხარ? მართალი ხარ, გიგა? ხო. როგორცაა მართლა ეგრე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ოღონდ როგორცაა ეს მე კი არ მინახავს. რაც ვიმე მკვიდრევეთ ჩვენ წმინდა მამათა განმარტება, ამიტომ ვამბობ რომ მოდით აი იმას დამასკელს აქაც მიდევ სადღაცას და მე ამ თავებს, მოკლე თავებს გადავხედოთ და იქვე განვიხილოთ, რაზეც დღეს ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ წამოიღე შემდეგ იმაზე მურმან, იმიტომ რომ აქ უნდა ვეძებო სად მაქვს არ მახსოვს. აქ ყოველ კვირას ხო ვიმუქრები რომ დალაგებულს დაგახვედრებთ მეთქი მე. როგორ მიყვარს მოწესრიგებული მღვდლები და აი არასდროს არ უნდა თქვა განვიკითხავდი მსუქან და მოუწესრიგებელ მღვდლებს და მე ვარ. ორივე მჭირს, ორივე. არ უნდა გასუქთეს და უნდა ინებოს და მოწესრიგებული უნდა იყოს მეთქი ვამბობდი და ორივე მჭირს. ცხოველს ყოფილი რომელი მამისაგან მამისთანაც ისადან თაყვანისცემების და იდიდების რომელიც იყო და წინასწარ მეტყველთა მიერ. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ეს გახლავთ მე-9 მუხლი. ერთი წმინდა კათოლიკე ნიშნავს საყოველთაოს. საყოველთაო ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის არც კონკრეტული რომელიმე ერისთვის, არც სქესისთვის, არც რაღაცა ასაკობრივად, არც კანისფერის მიხედვით და არც სხვა რამის მიერ არ იყოფა ეს. საყოველთაო აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც დაბადებულა და დაიბადება, ყველასთვის ღია არის მისი კარი. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, სამოციქულო ნიშნავს იმას, რომ მოციქულთა სწავლებაზე დაყრდნობით ვართ. ჩვენ რომელი მოციქულებიც გვეუბნებიან, რომ ეს კაცთაგან კი არ მიმიღია, პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებთ გალატელთა მიმართ ეპისტოლით, არამედ ეს ჩვენ ესე იგი გამიცხადა თვითონ ღმერთმა. დღევანდელ დღეს ტროპარი იყო მეოთხე ხმის ბრწყინვალე აღდგომისა ქადაგება ანგელოზისაგან ისწავლეს მოციქულებმა. უსმენდით გალობას, ხო კარგად გალობს ჩვენი გუნდი და ტექსტსაც უნდა მოусმინოთ, მარტო მელოდიით არ დატკბეთ. ნახეთ როგორი იყო ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგება ანგელოზისაგან ისწავლეს მოციქულებმა. ესე იგი საიდან ახარებდნენ ისინი, რა თქმა უნდა, იმაში უნივერსიტეტი დაამთავრეს და მერე მიხვდნენ კი არა, ანგელოზისაგან ესმა და აქედან ისწავლეს როგორ ეხარებოდა. ანგელოზის გამოცხადებით არის და ამიტომ სამოციქულო ეკლესია ამიტომაც ეწოდება. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა. ხა ვიღაცამ შეიძლება სამართლიანად იკითხოს, რომ რატომ ერთ იმას ნათლისღებას და რატო 7-ვე საიდუმლოს არ ჩამოთვლის აქ. იმიტომ რომ ნათლისღება არის კარები, რომლითაც შედიხარ ეკლესიაში, რომლის მერე შეიძლება შენზე შესრულდეს სხვა საიდუმლოებები. სხვანაირად არა. იმიტომ რომ თუ არა ხარ მონათლული, ამ შემთხვევაში მირონს ვერ გცხებ. თუ
თუ არა ხარ მონათლული ვერ გაზიარებ, ახსარებას ვერ მივიღებ, ვერ ჯვარს დაგწერ და ვერც ბლად ვერ გაკურთხებ მით უმეტეს, ვერ ზეთს ვერ გცხებ 7 ზეთის ცხები საიდუმლოს გულისხმობ. ეს ყველაფერი, ეს საიდუმლოებები მინდა გითხრათ. ძალიან გავს ამ საიდუმლოებებზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ უფრო დაწვრილებით, მაგრამ ეხა ორიოდე სიტყვით რო გითხრათ. აი აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებულად, ცოდათა ნათლისღება ხო შობა ადამიანისა და აი პირდაპირ მნიშვნელობით მართლა ასე არის დაკავშირებული, როგორც იშვება ადამიანი ფიზიკურად, ასევე სულიერი შობა არის მისთვის ნათლისღება. როგორც ვთქვათ, მას სჭირდება იმისთვის, რომ სულიერად გაიზარდოს, მირონცხება გახლავთ მისთვის სულიწმინდის შეხება, ანუ მისი სულის ზრდადობის პროცესის დასაწყისი. როგორც ადამიანს იმისთვის, რომ იარსებობს მისმა სხეულმა სჭირდება, რომ იკვებოს, ამისთვის სჭირდება მას ზიარება. და თუ აღმოჩნდება ისე, რომ ამ ადამიანს თქვათ რაღაცა არსებობს დამხმარე საიდუმლოებები. რა არის ეს დამხმარე საიდუმლოები? შეეშალა რაღაც ადამიანს მოდის ახსარებით და სინანულით. დამხმარე საიდუმლოება ასევე რომ მღვდლად აკურთხებენ ადამიანს, იმიტომ რომ ამ მსახურებაში შენ გაგეწიოს ეკლესიას გაუწიოს მსახურება. ასევე არის ქორწინება, რომელიც არის საიდუმლოება ორი ადამიანის შეერთებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ თქვა სულიერი მნიშვნელობით ქრისტეს და ეკლესიას განასახიერებს და ეკლესია იქმნება ფაქტიურად ამ ორი ადამიანის ერთობით, იმიტომ რომ რაღაცა არ არის ადამიანის მარტო ყოფნა კარგი, როდესაც წერია და პირდაპირ ადამის მარტო ყოფნის შემდგომ ევა იქმნება, აი ეს არის გახლავთ ოჯახი. მაგრამ ოჯახს იმხელა მნიშვნელობა აქვს, მინდა გითხრათ, რომ აი ნახეთ მაშინ რა ვუყოთ ახლა ბერებს და მონაზვნებს, ვინც არ შექმნა ოჯახი, ან ქალწულებრივი აღთქმა დადო ვიღაცამ და ესე ცხოვრობს. რა ეშველებათ მათ? იქაც ოჯახია, იმიტომ რომ იმ მონასტერში, რომელშიც წავიდა, იქ ოჯახი, ანუ იმ ოჯახს შეუერთდა. არ დარჩება, ოჯახის გარეშე არ შეიძლება იყოს ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ განდეგილობაში შეიძლება წავიდეს და განდეგილური ცხოვრება აირჩიოს მარტომყოფობა, სადღაც უდაბნოში მყოფობა, ის ოჯახის წევრია რომელიღაცა მონასტრისა. კარგი. ამიტომაც თითოეული ეს საიდუმლოება, რა თქმა უნდა, სულიერი ზრდადობისთვის არის მოცემული. ეს გახლავთ აი პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ეს კარი გვეღება ნათლისღების შედეგად და სხვა ყველაფერი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი გაიზარდოს სულიერად. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამ წერია და უნდა ვთქვათ, ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ჩვენ ეკლესიას რას ვეძახით? შენობას? ადამიანთა შესაკრებელს ხო ვეძახით? წმინდა როგორ არის ეს, ოდესაც მე ცოდვილი ვარ? წმინდა როგორ შეიძლება იყოს ეკლესია, იმიტომ რომ სხვათა შორის ერთხელ ისყვებოდა ერთ საინტერესო მოძღვარია, მოკლედ ისყვებოდა რაღაცა ინტერვიუში, მოკლედ ერთი ქალბატონი დადიოდაო ჩემთან, ძალიან შეწუხებულმაო მითხრაო, რომ ჩემი მეუღლეო არ დადისო ტაძარში, ვერაფრით ვერ მომყავსო ტაძარში, მეუბნებაო, რომ მე ძალიან ცოდვილი ვარო და ტაძარში ვერ წამოვალ. მეუბნები ზუსტად მაგისი ადგილი ყოფილა აქო და დავარაბარაკე ტელეფონზე და დაურეკე და ოთხარიო და თქვენო მართლა ასე განიცდითო, რომ ძალიან ცოდვილი ხარ და ამიტომ არ მოდიხარ ტაძარში და დიახო ასე მითხრა. და მე ვთხარიო ზუსტად თქვენნაირების ადგილი არის აქ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე არაფერი პრობლემა არ მაქვს, იმას რა უნდა ეკლესიაშიო. ის თვითონ გაარკვიოს მაშინ ღმერთთან, მე რომ ვიცი რომ ცოდვილი ვარ, მღვდელმა, ერის ადამიანებმა ვთქვათ ვართ ეკლესიაში და ეკლესიის წევრები ვართ. ამიტომაც ვართ აქ, რომ ვაცნობიერებთ რომ ცოდვილები ვართ. მაგრამ აქ რო წერია ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. არა, უცოდველს ნიშნავს. დიახ. ზიარების წინ მღვდელი რო აამაღლებს ზიარებას და ამბობს წმინდათა, რას ნიშნავს ეს? ვისთვის გამოაქვს ზიარება? წმინდანებისთვის. მე გეტყვით რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში ეს საკითხი ასე უნდა შეხედოთ თქვენ ამ ამბავს, რომ ადამიანი რომელიც ცოდვაში ჩავარდება, ის ავტომატურად ეკლესიის გარეთ დგება. ანუ ჩავარდა ცოდვაში, ის ეკლესიაში აღარ არის. მაგრამ ეკლესიის კარები მისთვის ღია რჩება სინანულის გზით. მოვიდა ახსარება თქვა, შემოუერთდა ეკლესიას, რომელიც წმინდაა. ჩავარდა ცოდვაში, თქვათ, შეიძლება განმეორებით მოხდეს ღმერთმა ყველა ჯვარი დაწეროს. ან ახლა სხვა ადამიანი ჩავარდა, ის სხვა ადამიანიც ასე უერთდება. მღვდელი იქნება, ერისკაცი იქნება. რატო ვთქვით წეგან ოჯახის შესახებ? ადრე იცით როგორი წესი იყო?
თქვათ მღვდელი იყო თუ ბერი იყო თუ ვინმე დანიშნეს რომელიღაცა სამრევლოში. ეს მისთვის ოჯახი იყო. მღვდლად კურთხევის დროს და ჯვრის წერის დროს ერთი და იგივე საგალობები იგალობება, იცით? გარშემოტარება ხო არის ჯვრის წერის დროს ისაია მხიარული ყავ ქალწულმან მუცლად იყო ჯვრის წერა ვისაც ჯვარი გაქვს დაწერილი აი ეს იგალობება შემოგატარებენ ანალოგიას მღვდლად რო გაკურთხებენ იცით რა ხდება ისაია მხიარული ყავ შემოგატარებენ ტრაპეზს აი იმ ტრაპეზზე იწინდები სასულიერო პირი სადაც გაკურთხებენ ამიტომ თქვათ დამწინდეს მე ამ ტრაპეზთან ეს ჩემი ოჯახია რამე რომ მოხდეს ჯვარი მწერია მაგრამ ძველი წესი ასეთი იყო თუ შესწოდავდა მღვდელი და მღვდლობა აღარ შეიძლებოდა მისი გადასახლებაში კი არ უშვებდნენ აი ეს ოჯახი იტოვებდა ისევე და მე დავითნე ტყავდა უბრალოდ იმიტომ რომ არ შეიძლება მღვდლობა მე დავითნეობს ან დროებით შეიძლება შეუჩერდა მას ისევ ამ ოჯახში ისევ ეს ოჯახი ინახავს მას პირდაპირ მნიშვნელობითაც ინახავს იმიტომ რომ ნამდვილად ასე არის ეკლესია სხვანაირად ვერ ირჩენს თავს ეს მრევლის შემოწირულობით არის ხო ასეა და აქედან გამომდინარე ეკლესია წმინდაა იმიტომ რომ წმინდანთა შესაკრებელია ამ გაგებით რომ ჩვენ ამ კარით შემოვდივართ ეკლესიაში რომელსაც სინანულის კარი ქვია მაგალითად მოვინათლე და პირდაპირ მაზიარეს არ მჭირდება ახსარება იმიტომ რომ ყველა ცოდვა მომეტევა მაგრამ თუ კი შევწოდე ერთი კარი კვლავ ღია ნათლისღების კარით უკვე შემოვედი მაგრამ კიდე მაქვს ერთი შემოსასვლელი კარი რომელსაც ახსარება ქვია სინანული ქვია და ამითი მე კვლავ წმინდა ეკლესიას ვუერთდები და რა არის წმინდანობის მაინც განსაკუთრებელი ნიშან-თვისება იცით ის კი არა რომ ჩვენზე რაიმეთი განსხვავებული ადამიანები იყვნენ ვინმეს ვნება არ ებრძოდა ან ცოდვით არ დაცემულა ან ადრე არ იყო ცოდვილი და მე ეს არ დაიჯეროთ არაფერი ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის რომ საიდუმლოებების გზით ჩვენ სულიერ ზდადობას უნდა განვიცდიდეთ წეღან რაზეც მოგახსენეთ აი ამ საიდუმლოებებისთან თანაზიარებაში წმინდანები ცდილობდნენ რომ შეენარჩუნებინათ ეს მდგომარეობა მაგალითად რომ ეზიარებოდნენ ცდილობდნენ რომ ეზიარების დროს ასე მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ ეძლევა ადამიანს ზიარება ეს ცხოვრება საუკუნო ნიშნავს რას მომავალი ცხოვრებისთვის გამზადებს შენ ღმერთი ამისთვის იზრდება შენი სული ამიტომაც გზრდის ნებისმიერი შემხებლობა საიდუმლოებასთან მაგრამ როგორ ინარჩუნებ ამ შემხებლობას აი დღეს მივიახლეთ ზიარებას ხო ეხლა რომ გამოვედი იქედან მე როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას ვცდილობ რომ შევინარჩუნო ის სიწმინდე რომელიც იქ მე მივიღე ქრისტეს შემოსვლის სახით თუ მორჩა ეხლა შემდეგ კვირამდე ხო ამ შემიძლია დღესვე დავხარჯო და შემიძლია გადავანაწილო მთელ კვირაზე და ამიტომაც ეს გახლავთ წმინდანების დიდი საიდუმლოება რომ ისინი ამას ცდილობდნენ ყველანაირი მოღვაწეობა ეს ასკეტიზმია მარხვა არის განსაკუთრებული რაღაცა განდეგილობა თუ ასე შემდგომ და ასე შემდგომ ბრძოლა არის ამ სიწმინდის შენარჩუნებისა მეტი არაფერი მარიამ მეგვიპტელის ის მაგალითი ხო გახსოვთ თქვა ახსარება ეზიარა წავიდა უდაბნოში 40 წელიწადი ცხოვრობს უდაბნოში და იბრძვის რისთვის შეინარჩუნოს ეს სიწმინდე შეინარჩუნოს ეს თუმცა კი არ რჩება დაუჯილდოებელი მაინც არც მოძღვრის გარეშე არ რჩება მღვდელიც მივა მასთან ახსარებას კლავ ჩაიბარებს და ზიარებას თუმცა კი ეს მღვდელი გაოგნებულია მე როგორ ჩავიბარო ამის ახსარებაო მაგრამ არა მაინც ასე იმიტომ რომ სიწმინდით მარიამი ბევრად დაღმატებულია მასზე ხედავს რომ ლოცვის დროს აერში იწევა ამას არა აქვს ჯერ ასეთი ლოცვა ამიტომაც მარიამი მაინც მისგან ღებულობს ზიარებას და მისგან იმიტომ რომ მღვდლობის საიდუმლოება მარიამს არ შეუძლია აქვს ამ კაცს და ვისგანაც მიეცა მოკლედ ასე ღებულობს ამიტომაც ეს ისეთი საკითხებია რომელიც უნდა ვიცოდეთ რომ ამბობთ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია წმინდა არის ეკლესია და ჩვენ ამ ეკლესიის წევრები ვართ მაშინ როდესაც სინანულის კარით შევდივართ მასში და ვიწმინდებით ამ სინანულით და მოსატევებელად ცოდვათა გვეძლევა შემდგომ ზიარება და ცხოვრებად საუკუნოდ აი ეს უნდა აღიბეჭდებოდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი მოველი აღდგომასა მკვდრეთით მკვდრეთით აღდგომასა თქმა უნდა მოველით ბუნებრივია ვიცით ამის შესახებ და მოლოდინის რეჟიმში ვართ მეთქი გითხარით ქრისტეს მოსვლისა და აღდგება რა თქმა უნდა ყველა მიცვალებული
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა ამინ. ცხოვრება მერმისა მის საუკუნესა გახლავთ ცათა სასუფეველი და ამას მოელის ყველა ქრისტიანი. ასე რომ შიში იმისა რომ ვაიმედე და მეორედ მოსვლის მეშინია სინამდვილეში არაქრისტიანული შიშია. მუნ შეეშინა სადაჰრა იყო შიშიო დავით მეფსალმუნე რომ ამბობს დაახლოებით ესეთი შიშია ეს, იმიტომ რომ ჩვენ წმინდა წერილს თუ კი თვალს ვადევნებთ, წმინდა წერილი იწყება რომ დასაბამად ქნა ღმერთმა ცადა მიწა და მთავრდება წმინდა წერილი ამ სიტყვებით ჰე მალე მოდი უფალო. ამიტომაც მოველით აღდგომას ამ მკვდრეთით, ოღონდ აღდგომით ყველა აღდგებით რისთვის მოელი. ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესას. ანუ სამარადჟამო ცხოვრებას ღმერთთან, ღმერთში და სინათლეში და სიკეთეში. ამის შესახებ არის ლაპარაკი. ეს გახლავთ მრწამსის ძალიან წირი, მე არ გეტყვით, მე წინა შეხვედრაზეც ვთქვი და ახლაც გაგიმეორებთ, რომ არ იფიქროთ, რომ ყველაფერი ვთქვი. თქვენ შეიძლება ძალიან საინტერესო განმარტებები კვლავ მოიპოვოთ წმინდა მამებთან, ვიღაცა თანამედროვე მქადაგებლებთან. მე უბრალოდ მინდოდა რომ მისი შინაარსი გცოდნოდათ ზუსტად რას ნიშნავს და რაღაცა ისტორიული ამბები როდის და რა ვითარებაში მოხდა ამ ჩვენთვის ამ დოგმატური სწავლების ფუნდამენტის, ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტის შედგენა, ამის შესახებ მინდოდა მეთქვა და ცოტაოდენი რაღაცები ჩაურთე, რაც შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა გაუგებარი ჩანდეს ჩვენი თანამედროვე გონებისთვის და ვისაც თქვა საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს, აი ეს ჩაურთე, მაგრამ რო გითხრათ რომ სრულყოფილად რომ დავიწყოთ ჩვენ ამის შესწავლა თვითეულ სიტყვაზე, თვითეულ წინადადებაზე შეიძლება იქნას წაკითხული რაღაცა ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი გაგებული, იმიტომ რომ თითოეულ სიტყვას აქვს თავისი ისტორია, აქ შემთხვევითი არაფერი არ არის ჩაწერილი და მრწამსის გარეშე არ ყოფილა არც ძველი აღთქმის ეკლესია, არც ახალი აღთქმის ეკლესია არ იმყოფება ამ მრწამსის გარეშე, ესე რომ უმნიშვნელოვანესი ტექსტია, რომელიც უნდა იცოდეთ ზეპირად, როდესაც გეუბნებიან, ამ ზეპირ ცოდნაში არ ვითხოვ მე რომ ლექსად ყვებოდეთ ამას, არამედ უნდა აცნობიერებდეთ თვითეულ სიტყვას, რას ამბობთ. მისი სიღრმე შინაარსობრივი უნდა გესმოდეთ და ეს იყო ჩვენი მიზანი, ოღონდ არ ვიცი როგორ გამომივიდა. კარგით, შეკითხვები თუ გაქვთ, თუ არა და ჩვენ ცოტა გადავაშორეთ კიდეც რაღაცა დროს და გიპასუხებთ და თუ არა და შემდგომ შეხვედრაზე იოანე დამასკელი შეგვიძლია რაღაცა თავები განვიხილოთ, რაღაცა საკითხები წავიკითხოთ და გაუგებარ შეკითხვისას რაღაცა ამბებს კიდევ უფრო მეტი ნათელი მოვფინოთ, იმიტომ რომ ხლა იოანეს ფორმულირება გახლავთ პირდაპირ მინდა გითხრათ ძალიან ბევრის მომცემი. დიახ. ასეთი მომენტი არის, რომ ეს გამეცნობის მისი არის, რომელიც ეძებს ცხოვრებისას ეკლესიური მამამისების ბერად. დიახ. და ამით მიგრევა ესე ცოლი ამერიკაში მიდის. დიახ. ამისი დედა ავატარი, მოკლედ ეს ბიჭი შეება მარტო. ეს მამა ეკითხება შვილს წავიდე თუ არა. ეს ბიჭი არ უნდა, მაგრამ ქაფნობას აძლევს. მაგრამ მე ეს ვიდიის ყველაფერი როგორ უტარდება ბერობის აღქმა და ეს მოხუცებები აღდება და ეს ბიჭი განიცდის ძალიან სიმარტოვეს და მოდის ამასთან და გთხოვს რომ მამა დაბრუნდებოდეს და ეს არ ბრუნდება. დიახ. დიახ. და როგორ იქცევა, აი უბრალოდ ორი ოჯახი არის, ერთი აქეთ და მეორე ოჯახი. დიახ. აი მორალურად როგორ შეაფასებთ აი ამას ამის ტრანზაქციას. ამასაც აი ეს ფილმი და ლამბო იცით? სრულიად ჭრეტას განიცდის. ეს ბერი ამ მდგომარეობაშია? არა, საერთოდ ხია ეს არის ყველაფრიდან დანახული და ეს ბერი უბრალოდ აი თავისი წავიდა უჭირს ამათაც რა თქმა, მაგრამ მაინც შეება და არ მიდის. აი შულს ჩაიკეტება რა და მარტო ტოვებს. აი როგორი ბერს არ აქვს უფლება რომ დაბრუნდეს იმაში, რა ქვია, ერში.
თუ რაიმე განსაკუთრებული ლოცვა კურთხევა არ მიეცა მას ამისთვის. არავითარი ამისი უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ეს ხოთა შორის დღეს ძალიან აქტუალური თემა არის ესა რა. ზოგადად ბერმონაზვნობის არსი რა არის თქვენ უნდა იცოდეთ. აი ვიღაცები გამოდიან და აუ იმან თქვა სწორად და არა ამან თქვა სწორად და აი რაღაცას 1000 იმას გაიგონებთ რა ქვია ბოდვას რა. ბერმონაზვნობის არსი რა არის? პირველი როგორ იწყებს კიბის აღწერელი საუბარს აგაკეთებს ეს პირდაპირ მიყურებს ახლა კლემაქსიო აწერია. პირდაპირ პირველი მნიშვნელობა არის ამ სოფლიდან განშორება. ამ სოფლიდან განშორება ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი კავშირი წყდება ამ სოფელთან. ბერები უნდა ცხოვრობდნენ სასათბურე პირობებში. რას გულისხმობ ახლა ამას? სასათბურეში კი არა რომ კომფორტი მოიწყო. გულისხმობ იმას, რომ ბერს თუ არ მიეცა საშუალება რომ ჭვრეტამდე ამაღლდეს ის თავისი ლოცვით, მაშინ ის არ ყავს სასათბურე პირობებში და აგერ ჩვეულებრივი ადამიანია მიდის და მოდის. ანუ ამ ქვეყნიური არა აქვს დატოვებული. ყურე, ამ ქვეყნიურის დატოვება გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ ჩემი მიზანი ბერობისა ეს უნდა იყოს. სხვა ნებისმიერი მიზანი, ახლა შეყვარებულმა ვარი მითხრა და ამიტომ ბერა დაღვიკვეცები, ეს არ შეიძლება. ასეთი დამოკიდებულება საერთოდ დანაშაულია. ან რაღაცა არ შედგა ძალიან სწოდავენ ასევე მშობლები რომ მოდიან და მეუნებიან რომ რაღაცა ჩემმა შვილმა აურია და მონასტერში ხوار გაუშვა. მონასტერი შრომა გასწორების ბანაკი კი არ არის კაცო. მონასტერი ჭვრეტისთვის არის და ადამიანს ჯერ ერთი იმ შვილს კი არ უნდა, მშობელს უნდა რომ გაუშვას. რაღაცა თავიდან მოშორების ამბავი აქვს თითქოს რა. ესეც არასწორია. მონასტერში წასვლის, აღკვეცის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ის რომ ჭვრეტაში შევიდეს ადამიანი. ამაღლდეს ჭვრეტამდე, გულისხმობ ლოცვით ასეთ მდგომარეობას მიაღწიოს. ასკეზაში ასე მიაღწიოს, იმიტომ რომ ვისაც განუცდია ეს ოდნავ მაინც ეს შეხებია მის გულს ეს მადლი, მიხვდება რაზეც ვლაპარაკობ. ახლა უყურეთ რას ნიშნავს ეს სასათბურე პირობები. როდესაც ხარ, თქვათ, მონასტერში ისე, სადაც არ მიდი-მოდის და გადი-გამოდი არ არის, მოკლედ იქ ვიღაცამ კარი შემოაღო და ყველაფერი არის საათობრივად. ამა და ამ დროს ლოცვა, ამა და ამ დროს შენ კელიაში ყოფნა, კელიაში ყოფნა იმას კი არ ნიშნავს ხართეძოზე წოლას. კელიაში ლოცვა ნიშნავს სწორედ დამასკეტურ ლოცვას მარტო არის საერთო საძმო ლოცვა, არის კელეინური ლოცვა. არის შეიძლება საერთო სამუშაო, შეიძლება მოგწყვიტონ ამ სამუშაოს და გითხრან რომ ეხა ერთი კვირა იმაში უნდა იდგე, რა ქვია, ბარო და თოხნო სადღაცას რა. მაგრამ იქაც გაქვს ამის საშუალება რაღაც გარკვეულ წილად. აი როგორც კი შენ ამ პირობებიდან მოგწყვეტენ ადმინისტრაციულ იმას გავალებენ თანამდებობას მაგალითად. უნდა რაღაცას ჩაუდგე სათავეში. შენ ამ თავარ მიზანს აცდენილი ხარ. ახლა მე ამას ბერმონაზვნობის განსაკითხად კი არ ვამბობ. ესეც აუცილებელია. იმიტომ რომ ვიღაცა ბერი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ეპისკოპოსად უნდა ვაკურთხოთ. ჩვეულებრივ მღვდელს ვერ ვაკურთხებთ, ბერი უნდა იყოს. გამოვარჩიეთ ეს ბერი, მოუწყვიტეთ ჩვენ ამას ფაქტიურად. მაგრამ ეკლესიისთვის საჭიროება დადგა და ეკლესიამ დაინახა მასში კარგი ადმინისტრატორი თუნდაც. რომ მან ეპარქიას უნდა უხელმძღვანელოს, იმიტომ რომ ეპისკოპოსი ხელმძღვანელია, პირდაპირ მნიშვნელობით მეთვალყურია. ამიტომაც შეიძლება ესე მოხდეს. შეიძლება გახდეს აუცილებელი საჭიროება, იმიტომ რომ მისი განათლებით ახლა ვიღაცა ბერად არის აღკვეცილი და სადღაც გარეთში შეიძლება იჯდეს და ამ დროს იყოს, თქვათ, რაღაცა თეოლოგიის, რაღაცა ისეთი მიმართულებით განათლებული და ისეთი მწოდნე, რომ აგერ მჭირდება აუცილებელია მისი ყოფნა, თქვათ, შემსასვლელი რომ გამიზარდოს უნდა თაობა. შეიძლება გამოვიხმო ისიც, მაგრამ ეს არის, როდესაც ეკლესიას აუცილებლობა დაუდგა და გამოიხმო და მოიწვია და ჩამოიყვანა. და არა ის, რომ მე იმიტომ მივდივარ ბერად, რომ მე ეს ადმინისტრაციული ისინი დავეკმაყოფილო, რა ქვია, რაღაცა კარიერული მოთხოვნილებები მაქვს, რომ ის უნდა გავხდე, ის უნდა გავხდე, იქ უნდა დამნიშნონ, აქ უნდა ან ეპისკოპოსი უნდა დავხდე, ან კიდე იცი რა, ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ ვიღაცები გაქცეულან და დამალულან, რამდენიც გინდა, იმდენი შემთხვევაა, მათ შორის იოანე ოქროპირი. გაიქცა და დაიმალა, როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა გადაწყვიტეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ასწდა ამას, იმიტომ რომ ღვთისნება ასეთი იყო. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამეს ყვება, აი ამას არ ეხება თქვენს პასუხს, მაგრამ უნდა თქვა აქვე რო არ დამავიწყდეს. მას აქვს დაწერილი ესეთი წიგნი 6 სიტყვა მღვდლობის შესახებ, რომელიც იწყება ასეთი მოთხრობით, რომ მეგობარი ყავდა ერთი ბასილი და ერთად იყვნენ ისინი, ერთად მოღვაწეობდნენ და გადაწყვიტეს, რომ ეკურთხებინათ ეპისკოპოსად. ბასილი და იოანე.
და მოვიდა ეს ბასილი და ივანეს ეუბნება, რომ თუ შენ დათანხმდებიო, მე იმ შემთხვევაში დავთანხმდებიო. თუ არა და თუ გაქცევას ვაპირებთ, ერთად გავიქცეთო და ივანემ უთხრა კიო. უნდა დავთანხმდეთო. ეკლესიის ხმა არისო და არ შეიძლება სხვანაირად. აკურთხეს ბასილი ერთ წირვაზე ორის კურთხევა არ შეიძლება. აკურთხეს ბასილი ერთ კვირას და შემდეგ კვირას ივანე უნდა ეკურთხებინა და გაიქცა ივანე. დაიმალა უდაბნოში. ვეღარ იპოვეს და ვეღარ აკურთხეს. ჩავიდა ეს ბასილი და ტირის, რომ როგორ რატო გამწირევა ამ საქმისთვისო ეუბნება რა და რატომ პროსტორად აი არაფერი არ მწყინსო, მაგრამ ჩვენს მეგობრობას როგორ მოატყუეო ეუბნება რა და ივანე ეუბნება ასეთ რამეს, რომ მე არ მომიტყუებიაო. ეს არისო ხერხიო. იმიტომ აი თქვენ უნდა განასხვაოთ ერთმანეთისგან რა არის ტყუილი და რა არის ხერხი. მეო გამოვიყენე ხერხიო, რომ ეკლესიას არ დაეკარგა ისეთი კადრი, როგორიც შენ ხარო. და ამის შემდგომ იწყებს ახსნა განმარტებას რა არის მღვდლობა. 6 სიტყვა მღვდლობის შესახებ სწორედ ამაზე რომ ბასილის უხსნის რა არის მღვდლობა, როგორ უნდა მსახურობდეს, როგორ უნდა იქცეო, როგორ უნდა განაგებდეს, როგორ უნდა აი ეს ყველაფერი არის დაწვრილებით გაწერილი მოკლედ იოანე ოქროპირის მიერ და ძალიან საინტერესო წიგნია და კარგი წიგნი. ამიტომაც თუ ახლა ეს არის ძალიან ზოგადი შემთხვევა, თქვენ რაც თქვით, რომ სწორად მოიქცა თუ არ მოიქცა, იმიტომ რომ ფილმის მიხედვით ჩვენ ამაზე ვერ მიმსჯელებთ. იმიტომ რომ იმას რა ქვია, თორნიკე ერისთავი რომ წამოვიდა იმ მონასტრიდან სწორად მოიქცა თუ არ მოიქცა, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ ისტორიული ფაქტი გვაქვს და ვიცით ეკლესიამ მასზე როგორი ლოცვა-კურთხევაც გასცა. მაგრამ ახლა იმ ფილმში ის არ ჩანს, რომ იქ წინამძღვართან შეათანხმა, არ შეათანხმა, კითხა, არ კითხა, თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ბერად რატო იყო საერთოდ წასული, ამაზე ვერ ვიტყვით ვერაფერს. იმიტომ რომ თუ ასეთი რამ მოხდა და გაუჭირდა მის ოჯახს, ის უნდა მისულიყო წინამძღვრის გარეშე ბერი არ არსებობს. ეპისკოპოსიც როც გახდეს, მაინც წინამძღვარი უნდა ყავდეს. წინამძღვარს გულისხმობ სულიერ მოძღვარს ამ შემთხვევაში, ვისგანაც ის იმართება. თუ ვინმეს გონია რომ მიაღწია ამ სიმაღლეს ეპისკოპოსი ვარ და მოძღვარი აღარ მჭირდება, იცოდეთ რომ ცუდათაა მისი საქმე. არქიმანდრიტი ვარ და მე მოძღვარი აღარ მჭირდება, ან დეკანოზი ვარ და მოძღვარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ის რეგულარულად ახსარებას უნდა აბარებდეს. რა ხარეთ მე პატრიარქი მყავს, ნანახი ახსარებას როგორ აბარებს არაერთგზის. ჩვეულებრივ მღვდელს. ჩვეულებრივ მღვდელს როგორ აბარებს ახსარებებს, არაერთგზის მაქვს ნანახი და როგორ უკითხავს მას მღვდელის შენდობის ლოცვას. ამიტომაც არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში მოძღვრის გარეშე იყოს, რა იერარქიაში არ უნდა იყოს და აი იმ ფილმში თუ ჩანს რომ მოძღვართან მივიდა თუ არ მივიდა მოძღვართან? რაო მოძღვარმა რა უთხრა? ეს აღარ ჩანს. სანამ ბერობაში წავიდოთ და მაშინ არა, მე სხვა რამეს გეკითხებით. როდესაც დაბრუნება თხოვეს, თვითონ გადაწყვიტა, ანუ მოძღვართან აღარ მისვლა. არც ამის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ ბერად როცა მიდიხარ, ნახეთ იქ პირდაპირ აღფიცდებ ღვთისმსახურის საკურთხევლის წინაშე დგახარ და გეუბნები. ასეთ მორჩილებაში შემოდიხარ და ის იფიცებს რომ შემოდის ასეთ მორჩილებაში. რატომ დავიწყე ეს ლაპარაკი? დღეს რომ ვიღაცები გამოდიან და ამბობენ რომ არა მე ამას იერარქს ასე არ დავემორჩილებ. შენ ფიცი გაქვს დადებული საკურთხევლის წინაშე. რას ქვია არ დაემორჩილებ? და ჟულით რომ დაგიწყებენ ხოლმე ლაპარაკს, იმ ჟულში ასეთი რამ წერია რომ ვინც აუგითქვას თავის მღვდელმთავარზე განკვეთეთ ეკლესიიდან, მოიცა ეს ამ კანონს არ კითხულობ და იმას კითხულობ რომელიც გაწყობს. ამიტომაც არავის უფლება არ აქვს, განსაკუთრებით ვერ მონაზვნებს ეხებათ ეს საკითხი. განა მე არ მეხება როგორც მღვდელს, მეც მორჩილებაში ვარ ჩემი ეპისკოპოსისა, მაგრამ განსხვავება ჩემსა და მას შორის ის არის, რომ მე ამ ჩემს მორჩილებასა და იმის მორჩილებას შორის სხვადასხვა რამ იმას სამონასტრო მორჩილების აღთქმა აქვს დადებული და როგორც აკურთხებენ ისე უნდა მოიქცეს. მე როგორც თქვა სამღვდელო პირი ხელი დამასხეს და მღვდელმსახურების მორჩილება მაქვს შესასრულებელი, მაგრამ ამავდროულად ჩემს ოჯახს უნდა მივხედო. ეს ჩემი მოვალეობაა პირდაპირ. არ შემიძლია უფლება არა მაქვს რომ არ მივხედო ჩემს ოჯახს და ისინი მიყრილი მყავდეს და თქვა სხვა ღვთელებს ლაპარაკობ. და იმან აღთქმა დადო საკურთხევლის წინაშე რომ მე ამ ქვეყნიური დავტოვე და მხოლოდ შენ გიყურებ ახლა. რასაც მეტყვი იმას ვაკეთებ. რო გითხრა რომ ყოველდღე უკუღმა დარგე ხე, უკუღმა უნდა დარგო ეს ხე. შენ შეიძლება ამაში აზრს ვერ ხედავდე, მაგრამ მე გეუბნები და უნდა გააკეთო. არ აკეთებ? შენი აღკვეცა არ შეიძლება საერთოდ, იმიტომ რომ მორჩილების ნატამალი არ გაგაჩნია.
ამას ეხლა უყურებენ, ეგ რა არის მონობა არ არის? არ არის მონობასა და მორჩილებას შორის იცით რა სხვაობაა? მორჩილებას მე ვირჩევ და მონობას არ ვირჩევ. ვიღაცა მიმონებს. ეს არის მონობა. ანუ ან ძალისმიერი მეთოდით, ან შანტაჟის მიერი მეთოდით რაღაცით მან მოახერხა, რომ დამიმონა და მაკეთებინებს იმას, რაც მას სურს. მორჩილება იცით რა არის? ჩემი ნება მომაქვს შენთან და ვამბობ, რომ მე ჩემი ნება აღარ მაქვს. შენ ნებაზე დავდივარ. და ის მერე ახლა თუ ბოროტულად იყენებს ამას, მას მოეკითხება და არა შენ. და თუ მათ იყენებს კეთილსინდისიერად, შენ შეიძლება იმ წუთში არ გესმოდეს, რატო გარგვევინებს ხეებს უკუღმა, მაგრამ მე მივხვდები, რომ სულისთვის როგორი სასარგებლოა. ამიტომ თუ წაიკითხავთ მორჩილი აკაკის მაგალითს, იქ მივხვდებით, როგორ აწამებდა და როგორ აწვალებდა მას თავისი წინამძღვარი, აი მართლა აწამებდა, პირდაპირ შეიძლება ესე ითქვას, უსიტყვოდ ასრულებდა მის მორჩილებას. ერთხელაც გარდაიცვალა აკაკი. მოვიდა მასთან ეს მოძვისა, კითხულობს, სად არის ჩემი მორჩილი აკაკიო და მოკვდაო უთხრეს. მივიდა დაადგა თავს და შენო სიკვდილის უფლება ვინ მოგცაო. მე ჩემგან აიღე კურთხევა რო კვდებოდიო და წამოდგა აკაკი და გისმენ აქავარო უთხრა. მართლა სასწაული მოხდა, გაცოცხლდა აკაკი, იმიტომ რომ არ ქონდა მოძღვრისგან კურთხევა აღებული რომ მომკვდარიყო. დიახ, მორჩილი აკაკის ისტორია წაიკითხეთ და ნახავთ. ახლა ვიღაცა გამოდის და გვაბრუებს აქ რომ არაო, მორჩილება არა, ეგ მონობაო და მონობა არის ის, როდესაც ვიღაცა გიმონებს. მორჩილება არის შენი ნებით რომ მიხვედი. ვინმე სხვა არ დაუძლებია, მოდით მე უნდა მოგაჭრა და ბერი დაგარქვა ან მონაზონი. რა თქმა უნდა. ამიტომაც ფილმის მიხედვით ამას ვერ ვიმსჯელებ. აი თქვენ რომ გეთქვათ რომ მოძღვართან მივიდა და მოძღვარმა არ გაუშვა, სხვანაირად გეტყოდით, რომ ეთქვა რომ გაუშვა, მაგრამ ეს არ წავიდა, სხვანაირი მდგომარეობა. ამან თვითონ მიიღო თვითნებურად გადაწყვეტილება და წაიღო, სხვა მდგომარეობა. აი რახან არ ჩანს, ასე ზოგადად ვერ ვიმსჯელებ. რაღაცა კონკრეტიკა უნდა ვიცოდეთ, რატომ, რა მიზეზით არ წავიდა. მას ასე მოეპრიანა. შეიძლება იმიტომ არ წავიდა, რომ ეხა იმ ავადმყოფის მოვლას არ ერჩივნა, აგერ იმაში ყოფილიყო. დასვენებული თავის კელიაში წამოკოტრიალებული. ვინ იცის, იქნება ასეც არის. ამიტომაც ეს ძალიან ზოგადია. ჩვენ რაღაც კონკრეტიკა გვჭირდება. კაი, ანანო, გამორთეთორე, მე მგონი